54 ამოცანა. ჰორიზონტისადმი 45 გრადუსიანი კუთხით დახრილ სიბრტყეზე დადებული ძელაკი უძრავად რომ შევაკავოთ, საკმარისია მასზე მოვდოთ სიბრტყის გასწვრივ ზევით მიმართული 100 ნიუტონი ძალა. იმავე ძელაკის ზევით თანაბრად ასასრიალებლად კი 200 ნიუტონი ძალაა საჭირო. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკსა და დახრილ სიბრტყეს შორის. ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი F პირველი არის 100 ნიუტონი ძალა, F მეორე არის 200 ნიუტონი ძალა, დახრის კუთხე არის 45 გრადუსი და რისი ტოლი არის ხახუნის კოეფიციენტი. დავხატოთ ესე იგი აქ სურათი. აი წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი ეგეთ დახრილობის ამ დახრილ სიბრტყეზე დევს ესე იგი სხეული. მასზე მოქმედებს სიმძიმის ზალა mg, მოქმედებს ესე იგი ეს რეაქციის ზალა n და ეხლა ეს სხეული ცდილობს ქვევით ჩამოსრიალდეს. მაგას უშლის ხახუნის ზალა. მაგრამ როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ეს ხახუნის ზალა, რომ ეს გაჩერდეს, ამიტომ ესე იგი ჩვენ გვინდა შევაკავოთ, ასე რომ F პირველი ძალა უნდა მოვდოთ ხახუნის ზალის პარალელურად. ჩავწეროთ ესე იგი ამ სხეულის წონასწორობის პირობა, იმიტომ რომ გაჩერებულია. ესე იგი F პირველს პლუს ხახუნის ზალა მინუს mg სინუს ალფა უდრის 0-ს. მე ავდექი და ყველა ძალები დავაგეგმილე აი ამ x ღერძის მიმართულებით. აქედან F პირველი გამოდის mg სინუს ალფას გამოკლებული ხახუნის ზალა. ხო, ხახუნის ზალა ვიცით არის μ n-ის ტოლი, სადაც n, როდესაც სხეული დახრილ სიბრტყეზე არის, ეს არის mg კოსინუს ალფა. ხო, ეხლა მასშტაბზე F პირველისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ გვაქვს mg სინუს ალფა მინუს μ mg კოსინუს ალფა. ეხლა მეორე სიტუაცია გვაქვს, როდესაც ეს დახრილ სიბრტყეზე მყოფი სხეული გვინდა ზევით ავასრიალოთ თანაბრად. რადგან ესე იგი ზევით იწყებს მოძრაობას, ეხლა უკვე ხახუნის ზალა შეიცვლის მიმართულებას, ქვევით იქნება მიმართული და ჩვენ კი ვეწევით ესე იგი ზევით F2 ძალით თანაბრად. რადგან თანაბრად, ამიტომ ტოლქმედი ზალა ისევ 0 არის, ისევ წონასწორობის პირობა არის და ეხლა ისევ ვთქვათ, ეხლა ამ ღერძზე რო დავაგეგმილო x ღერძზე, მექნება F2-ს მინუს ხახუნის ზალა მინუს mg სინუს ალფა უდრის 0-ს. ასე რომ აქედან F2 ტოლი იქნება ხახუნის ზალას დამატებული mg სინუს ალფა. ხახუნის ზალა ანალოგიურად არის μ mg კოსინუს ალფას ტოლი. ახლა ჩავწეროთ რა მივიღეთ. ესე იგი F პირველი გქონდა mg სინუს ალფა მინუს μ mg კოსინუს ალფა, ხოლო F მეორე გამოგვივიდა mg სინუს ალფა პლუს μ mg კოსინუს ალფა. მოდით ორივე ტოლობიდან მარჯვენა მხარედან mg გავიტანოთ ჭხილებს გარეთ, F1 მექნება mg სინუს ალფა მინუს μ კოსინუს ალფა. ქვედა ფორმულაში F2 იქნება mg სინუს ალფა პლუს μ კოსინუს ალფა. შევაფარდოთ ერთმანეთზე, mg-ები გაიკვეცება და მექნება F1 შეფარდება F2-თან, არის ესე იგი სინუს ალფა მინუს μ კოსინუს ალფა, ქვევით არის სინუს ალფა პლუს μ კოსინუს ალფა. ჯვარედინად გადავამრავლოთ ერთმანეთზე, მექნება F1 სინუს ალფა პლუს F1 μ კოსინუს ალფა უდრის F2 სინუს ალფა მინუს F2 μ კოსინუს ალფა. ეხლა μ-ს შემცველი წევრები ერთხანზე დავალაგოთ, ვთქვათ მარცხნივ გადავიტანოთ და მექნება μ კოსინუს ალფა
f1 პლუს f2 უდრის ესე იგი f2-ს მინუს f1 გამრავლებული სინუს ალფაზე. აქედან μ მექნება f2-ს მინუს f1 სინუს ალფა შეფარდებული f2-ს პლუს f1 კოსინუს ალფაზე. ნუ ეს ტანგენს ალფა არის, ამიტომ μ-ისთვის მექნება ტანგენს ალფა გამრავლებული ამაზე f2-ს მინუს f1 f2-ს პლუს f1. აი ესეთი გვექნება პასუხი. ეხლა მოდით 55 ამოცანა. ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხი დახრილ სიბრტყეზე მოთავსებულ 10 კილოგრამ მასის ძელაკზე გამობმული მსუბუქი და უჭმავდი თოკი გადადებულია ჭოჭონაკზე. თოკის მეორე ბოლოზე დაკიდებულია ისეთივე მეორე ძელაკი. ხახუნის ზალა ძელაკსა და დახრილ სიბრტყესთან აგრეთვე ჭოჭონაკისა და თავის ღერსთან არ გაითვალისწინოთ და განსაზღვრეთ ძელაკების აჩქარება. ნუ ეხლა აქ სურათი მოცემული არის, აი ნახეთ ეგეთი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის დახრილი სიბრტყე არის, ეს ალფა კუთხე არის, აქ არის სხეული, აგერ ჭოჭონაკზე თოკზე გადაბმული არის ტვირთი. ნუ ერთნაირი მასის ტვირთები არის რა. ესე იგი მოცემული არის ალფა არის 30 გრადუსი. ხო, და აჩქარებას გთხოვენ. ნუ მასები ერთნაირი არის, ესე იგი ამისიც m-ია და ამისიც m-ია. ამ სხეულზე მოქმედებს ქვევით სიმძიმის ზალა mg, აი ამ თოკის დარჭმულობის ზალა t. ამ ძელაკზე მოქმედებს mg, ნუ ხოლმე რეაქციის ზალაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ამ შემთხვევაში რადგან ხალხუნი არ არის, არ გვაინტერესებს. მოქმედებს t. ჩავწეროთ, ნუ ეს იგულისხმება, რომ მოდის ქვევით, თქვათ. ჩავთვალოთ, რომ ქვევით მოდის აჩქარებით. ესე იგი ეს ქვევით წამოვა, ეს ზევით. ჩაიწერება ამისთვის, ესე იგი mg-ს მინუს t არის ma. ეხლა ამ სხეულისთვის t-ს მინუს mg სინუს ალფა უდრის ma-ს. შევკრივოთ ესე იგი ეს განტოლებები. ეს ნიუტონის მეორე კანონი დავწერე ამისთვის და ამისთვის და ამისთვის ნიუტონის კანონი აი აჩქარების მიმართულებაზე დავაგეგმილე. თუ შევკრივავ t-ები გაიკვეცება, მექნება mg-ს მინუს mg სინუს ალფა არის 2-ჯერ ma. ნუ m-ზე ყველაფერი იკვეცება, ნუ ჟ შემიძლია გავიტანო ფრჩხილებს გარეთ 1 მინუს სინუს ალფა უდრის 2a-ს. ასე რომ აჩქარება მექნება ჟ1 მინუს სინუს ალფა შეფარდებული 2-ზე. ნუ სინუს 30 გრადუსზე 1/2-დია, ამიტომ ჟ ნახევარი 1 მინუს 1/2. ჟ მეოთხედის ტოლი გამომივა. მეექვსე ამოცანა. ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხი დახრილი სიბრტყის წვეროდან ხახუნის გარეშე სრიალს იწყებს ძელაკი. იმავე სიმაღლიდან შვეულად ვარდნას იწყებს მეორე ძელაკი. შეადარეთ ერთმანეთს ძელაკის საბოლოო სიჩქარეები. ხო, ნუ ახლა სიტუაცია ესეთი გვაქვს, რომ ესე იგი ერთი ეს არის დახრილი სიბრტყე, აქ არის ესე იგი ერთი ძელაკი, ამ დახრილი სიბრტყეზე მოსრიალებს, ხახუნის გარეშე მეორე ძელაკი კი აი აქედან ესე ვარდება. ეხლა და აი გვეკითხებიან სიჩქარეებს, ამას რა სიჩქარე ექნება, თქვათ V1 და ამას რა სიჩქარე ექნება V2. ეხლა ეს გადის მანძილს L-ს, ეს გადის მანძილს H-ს. ხო, ეხლა მათი აჩქარებები არ არის ერთნაირი. ეხლა ის რომელიც თავისუფლად ვარდება, იმ სხეულის აჩქარება არის ჟესტოლი, ხო? ამიტომ მისი და ის გადის H მანძილს და H-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ H არის V² შეფარდებული 2G-ზე,
ამიტომ V იქნება PSV 2G-A-დან. ესე იგი ეს მის სიჩქარე იქნება. ეხლა ის სხეული, რომელიც დახრილ სიტყვაზე მისრიალებს, მისი დავწეროთ მისთვის ნიუტონის მეორე კანონი, ესე იგი დავაგეგმილოთ აი ამ მიმართულებით. mg სინუს ალფა უდრის m-ას. ასე რომ მისი აჩქარება არის ესე იგი g სინუს ალფა. მაგრამ ის გადის L მანძილს. ამიტომ L-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ მისი სიჩქარე საბოლოო არის თქვათ რაღაცა V2-ის კვადრატი შეფორდებული 2A-სთან. ხო? აქედან V2-ის კვადრატი იქნება 2AL. მეორე მხრივ, ნუ ახლა ჟერო აჩქარების მნიშვნელობა რო შევიტანო, ესე იგი V2, ნუ დავწეროთ არის PSV 2AL-დან, ას ფორმულა შევიტანოთ, გვექნება 2GL სინუს ალფა, მაგრამ L სინუს ალფა ეს იგივე A-ში არის. ამიტომ გამომივა, რომ ეს V პირველი სიჩქარე უდრის V მეორეს. ნუ სხვადასხვა იგივე პასუხს ადვილად მივიღებდით ენერგიის შენახვის კანონიდან. იმიტომ რომ ამ სხეულს აქ აქვს მარტო პოტენციური ენერგია mg-ში და ეს გარდაიქმნება კინეტიკური ენერგიაში mv² ნახევარში. ახლა გინდა ესე წამოსულიყო, გინდა ესე წამოსულიყო, ორივე შემთხვევაში ერთ და იგივე ფორმულა დაიწერებოდა. 47 ამოცანა. ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხი დახრილ სიბრტყის წვეროსთან ხახუნის გარეშე სრიალს იწყებს ზელაგი. ხო, ეხლა გვეკითხებიან, რომ შეადარეთო დროებიო. იგივე ტიპის ამოცანა, მაგრამ ეხლა დროებს გვეკითხებიან. ეს იყოს, მოდით, T1, ეს არის T2. ესე იგი T1 რა დროში ჩამოვა, ეს T2 ეს რა დროში ჩამოსრიალდება. ეხლა რაც შეეხება T-ებს, ამისათვის შეგვიძლია A-შისთვის დავწეროთ ფორმულა, ეს რომელიც ვარდება ესე პირდაპირ. ეს არის G T1 ნახევარი. ასე რომ T1-ის კვადრატი იქნება 2A-ში G-სთან და T1 იქნება PSV 2A-ში G-სთან. ეხლა მეორე სხეულისთვის. ის გადის L მანძილს. რა აჩქარებით? A აჩქარებით. ამიტომ არის A T2 ნახევარი. აქედან T2-ის კვადრატი არის 2L შეფარდებული A-ზე, მაგრამ A არის G სინუს ალფა. შევიტანოთ ესე იგი ამ ფორმულაში და T2-ის კვადრატისთვის გვექნება 2L შეფარდებული G სინუს ალფაზე. ანუ T2 არის PSV 2L შეფარდებული G სინუს ალფაზე. ნუ T პირველი გადავმოვწეროთ ისეთნაირად, რომ შედარება შესაძლებელი იყოს. იყო 2A-ში შეფარდებული G-ზე, თვითონ A-ში არის L გამრავლებული სინუს ალფაზე. შევიტანოთ აქ. ამიტომ T პირველი გვექნება PSV 2L სინუს ალფა შეფარდებული G-სთან. გავყოთ ახლა მოდით T პირველი T მეორესთან. T მეორეზე. ეს არის T პირველი არის PSV 2L სინუს ალფა G-ზე, T მეორე არის PSV 2L შეფარდებული G სინუს ალფაზე. ნუ 2L 2L-თან გაიკვეცება, G-ები გაიკვეცება და ეს სინუს ალფა ზევითავა. და გვექნება PSV სინუს კვადრატ ალფადან. ანუ იქნება სინუს ალფა. ნუ ახლა სინუს ალფა ნაკლებია 1-ზე, 30 გრადუსიანი კუთხის შემთხვევაში სინუს 30 გრადუსზე არის 1/2, ამიტომ T პირველი გაყოფილი T2-ზე გამოვა 1/2-ის ტოლი. ამიტომ T პირველი ორჯერ ნაკლებია ვიდრე T მეორე. მერვე ამოცანა. ჭერზე მიმაგრებულ უძრავ ჭოჭონაკზე გადადებულია უჭიმვადი მსუბუქი თოგი.
რომლის ბოლოებზე 20 და 10 კილოგრამი მასის ორი ტვირთია დაკიდებული. ნუ აქ სურათი არის მოცემული. მოიწება შევხედოთ ესე იგი ამ სურათს. აი ესეთი სურათი არის. ეს ჭოჭონაკი არის, ესე იგი ეგ არის M პირველი მასა, აქეთ არის M მეორე მასა. და გვეკითხებიან რა ძალით მოქმედებს ჭოჭონაკიო ჭერზეო. დავხატოთ თითოეულ სხეულზე რა ძალები მოქმედებენ. ამაზე მოქმედებს M1G, თოკის დაჭმულობის ძალა T. მეორეზე მოქმედებს M2G და იგივენაირად თოკის დაჭმულობის ძალა T. ეხლა M1 რადგან მეტი არის M2-ზე, M1 არის 20 კილოგრამი, M1 არის 10 კილოგრამი, ამიტომ ცხადია ეს ქვევით ჩამოვა აჩქარებით, ეს ზეიწავა. ეხლა თვითონ ამ ჭოჭონაკზე ეს თოკი ქვევით გაჩავს, მეორეც ასევე ქვევით გაჩავს, ამიტომ ჭოჭონაკზე 2T ძალა მოქმედებს და იგივე ძალით გაჩავს ეს აი ჭერს. ასე რომ ჭერზე მოქმედი ძალა, მოდი ის ენით აღვნიშნოთ, ორჯერ დაჭმულობის ზალის ტოლი იქნება. ამიტომ უნდა დავადგინოთ დაჭმულობის ზალა. ამისთვის დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი ამ სხეულისთვის და მერე ამ სხეულისთვის. ესე იგი ეს ქვევით მოდის. M1G - T არის M1A, ეს ზევით არის T - M2G არის M2A, იგივე აჩქარება აქვს. შევკრიბოთ ეს განტოლებები, გვექნება M1G-ს - M2G არის M1 პლუს M2A-ზე. ნუ ახლა აქედან აჩქარება გამოვა G M1 - M2 შეფარდებული M1 პლუს M2. ნუ დაჭმულობის ზალა ვიპოვოთ, ნუ თქვათ ქვედა ფორმულიდან, მეორე ფორმულიდან. ეს არის M2G პლუს M2A. შევიტანოთ აქ ას მნიშვნელობა. ტესტვის გვექნება M2G პლუს M2, აქ არის G, M1 minus M2, M1 plus M2. მივიყვანოთ ეს საერთო მნიშვნელზე. ნუ G გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, აქ არის M1 plus M2, M2 M1-ზე plus M2-ის კვადრატი plus M2 M1-ზე minus M2-ის კვადრატი. ეს M კვადრატები გაიკვეცება და ტესტვის მივიღებ G, ნუ M2 შეიძლება გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, ნუ არა, G M1 M2-ზე შეფარდებული M1 plus M2. ხოლო აი ამ ჭერზე მოქმედი ძალა N იქნება ორჯერ G M1 M2 M1 plus M2.